მარგულაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით თბილისის სამიტი 2014 გახსნა. სამხრივ სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ. სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც მსჯელობენ. ილხამ ალიევს იმისთვის, რომ მნიშვნელობა ჩვენი თანამშრომლობა არის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი თავისი შედეგებით, თავისი პოზიტივით, რაც მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის. დღეს ჩვენი შეხვედრით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავთ იმ მნიშვნელოვან წამოწყებებსაც დაწყებული გვაქვს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ სამიტს ბრწყინვალე შედეგი ექნება. ჩვენ ბევრ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ეს სამხრივი ურთიერთობა არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემსახუროს. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ჩვენს ორმხრივ ინტერესებზე. ეს სამიტი საერთაშორისო მნიშვნელობისაა და საკითხები, რომელსაც სამიტის ფარგლებში განვიხილავთ, თავისი ხასიათიდან გამომდინარე უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სამხრივი სამიტების ფარგლებში საქართველოში ვიმყოფები. ეს არის მრავალმხრივი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი. ჩვენი შეხვედრების დროს დეტალურად განვიხილავთ ბაქო-თბილისი ჯეიჰანსა და თბილისი-ყარსის პროექტს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ გლობალური პროექტების მნიშვნელობას. ეს სამი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კავკასიის მაღალი მთები კედელია, რომელიც გვაშორებს. ჩვენ მას დამაკავშირებელ გზად ვაქცევთ. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მეზობლობას და აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. თბილისში მიმდინარე სამიტის ფარგლებში განცხადებები გაკეთდა. ჩვენი ჟურნალისტი კეთი ხიდიშელი მუშაობს თემაზე, რომელიც გაკეთებული განცხადებების და შეფასებების შესახებ დეტალურად მოგვიყვება. კეთი, გისმენთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სამიტის მონაწილეებმა უკვე განცხადებები გააკეთეს ჟურნალისტებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება. ეს შეეხება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ბიზნეს სფეროებს. დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა პროექტის ბაქო-თბილისი-ყარსის მიმდინარეობის დეტალური ინფორმაცია. თავის მხრივ პრეზენტაციები გამართეს აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლებმა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს, ეს არის შაჰდენისი 2, ასევე სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრას პრეზიდენტების გარდა დაესწრნენ სამივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებები. საქართველოს მიმართულებით განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში ძალიან დიდია ინტერესი და იცით რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორები არის დაინტერესებული, ძალიან ბევრია თურქული ინვესტიციები ქვეყანაში. იყო საუბარი სამომავლო თანამშრომლობაზე, უფრო გაღრმავებაზე ურთიერთობების, ჩვენი ქვეყნების უფრო დამეგობრებაზე, რადგან მოგესწრებათ ჩვენ საქართველოს ძალიან დიდ როლს თამაშობთ რეგიონში ჩვენი ადგილმდებარეობით და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტი, რომელიც ხორციელდება, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ იმ პროექტებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ტრანსპორტის სფეროში, ენერგეტიკის სფეროში, ასევე უნდა ითქვას, რომ ვაჭრობის მხრივ აზერბაიჯანი და თურქეთი გახლავენ ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები საქართველოსი. ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ განავითაროს კიდევ სამივე ქვეყანა ამ მიმართულებით თანამშრომლობა და ეს ხელს შეუწყობს ასევე ჩვენი ხალხების და ჩვენი ბიზნესების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. თბილისის სამიტი 2014 გრძელდება. ამ წუთებში სასტუმრო რედისონში იწყება ბიზნეს ფორუმი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან თურქი და ქართველი ბიზნესმენები. ფორუმს მოგვიანებით შეუერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ხარიბაშვილი, ასევე პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დატოვებს, რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტს, ის დღეს საქართველოში დარჩება და ხვალ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება პირისპირ. მადლობა, კეთი.